ახლა გადავინაცვლებთ რუსთაველზე, სადაც უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება რა ვითარებაა ადგილზე. დიახ, პროტესტის 391 დღესაც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე კვლავ შეიკრიბნენ მოქალაქეები, გამოხატავენ საკუთარ პროტესტს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, ითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაატყვევებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნოს სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. გიჩვენებთ როგორია ვითარება ადგილზე და გეტყვით რომ რამდენიმე წუთში დაზუსტდება. გაემართებიან თუ არა ტრადიციული მარშით მსვლელობით მოქალაქეები რომელიმე კონკრეტული ლოკაციისკენ. იქამდე კი ასეთია ვითარება რუსთაველის გამზირზე. დემონსტრანტები კვლავ შეკრებილები არიან საქართველოს, ევროკავშირის პირველი რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით, ისმის დროდადრო საპროტესტო შეძახილებით, ძირს რეჟიმი თავისუფლება პოლიტპატიმრებს. აქტუალური თემები დღეს განსახილველი ამ ადამიანებისთვის რასაკვირველია არის სუსის ყოფილი შეფის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება, ხვალ ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესებია. ამ საქმის მიმართაც დიდია ამ ადამიანების ინტერესი. ამასთან იგეგმება შაბათის მარში, როგორც იცით, მოქალაქეები დემონსტრანტები ყოველ შაბათს მართავენ ტრადიციულ მსვლელობებს პრაქტიკულად მთელი დედაქალაქის მასშტაბით. ასევე აქტუალური საკითხი არის შეწყალების თემა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის პროპაგანდისტები ალაპარაკდნენ შეწყალების საკითხზე. ყოველ დღე პრაქტიკულად გზავნიან სინდისის პატიმრები ციხიდან გზავნილებს წერილებს, სადაც ამბობენ, რომ არა და არასოდეს ისინი არ მიიღებენ არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალებას. ჩვენ გვერდით არის სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე. ზვიად ცეცხლაძემ გამოგზავნა წერილი გუშინ ციხიდან. ჩვენ ისედაც ვიცოდით პრინციპში მისი პოზიცია, თქვენი ოჯახის პოზიცია ცნობილია. კიდევ ერთხელ მოგვიყევით, არის თუ არა თქვენთვის პირველ რიგში манипуляცია, რამდენად დამაჯერებლად გეჩვენებათ ქართული ოცნების ეს განზრახვა, რომ შეიძლება ვინმეს შეწყალება ნამდვილად უნდოდეთ, მით უფრო სინდისის პატიმრების, მათი კრიტიკოსების მოწინააღმდეგეების და კიდევ ერთხელ გითხარით თქვენი პერსონალურად თქვენი პოზიცია და ზვიადის პოზიცია. კეთილი მიზნებით და კეთილი განზრახვებით არ არის ის, რაზეც საუბრობენ. ეს არის წმინდა წყლის манипуляცია. ამ თემისაგან ჭირდებათ რაღაცა რომ გამოივაჭრონ. ამ თემისაგან ჭირდება რაღაც რომ გამოივაჭრონ. ანუ სთავაზობენ თითქოს მინიშნებით რომ შეიწყალებენ, ოღონდ ამავდროულად უნდათ რომ ის ავტორიტეტის იმიჯი რაც შეიქმნეს თავიანთი ბრძოლის გზაზე ამ ბიჭებმა ხაზი გადაუსვან, თხოვონ შეწყალება, ბოდიში მოიხადონ და გამოვიდნენ. ეს არასოდეს არ მოხდება. ეს ბიჭებმა ყველამ განაცხადეს, თითქმის ზვიადმა, ვეფხია კასრაძემ, ჯავახიშვილის იყო, კიკნაძის იყო, ყველა ამ ერთ აზრზეა. არ შეიძლება ეს მოხდეს და ეს არის გამორიცხული. მე პრემიერ-მინისტრმა კი რაღაც გადათქვა, რომ თითქოს ამას არ აპირებენ, მაგრამ რეალურად აშკარაა, რომ რაღაც პრობლემები აქვს საერთაშორისო მიმართულებით და აი ამ პრობლემების მოსახსნელად უნდათ გამოივაჭრონ სწორედ ამ გზით და პირდებიან შეწყალებას იმ შემთხვევაში თუ მიიღებენ მონანიებას. ეს არასოდეს არ მოხდება. ჩვენი პოზიციაც ასეთია და ჩვენი შვილების პოზიციაც ასეთია. ბატონო, დიდი მადლობა სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამას ზურაბ ცეცხლაძეს უსმენდით. ვითარება რუსთაველის გამზირზე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 391 დღესაც ასეთია. მოქალაქეები კვლავ შეკრებილები არიან საპროტესტო ბანერებით, დროშებით, გამოხატავენ საკუთარ პროტესტს ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. ვნახოთ უკვე რამდენიმე წუთში გვეცოდინება დაიძრებიან თუ არა მოქალაქეები რომელიმე კონკრეტული ლოკაციით ტრადიციული მარშითა და მსვლელობით.